დღეს ლონდონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. კონტინენტური ფეხბურთის ორი გრანდი, ინგლისის არსენალი და საფრანგეთის პარი სენ-ჟერმენი ერთმანეთს ემირეიტსის სახელგანთქმულ სტადიონზე დაუპირისპირდება. ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებული მოლოდინით ელის შეხვედრას, რადგანაც ფრანგული კლუბის რიგებში ჩვენი ნაკრების საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს, რომლის საფეხბურთო კარიერაშიც მსგავსი რანგის ტურნირის ნახევარფინალში გამოსვლა პირველადაა. ცხადია, ყველას აინტერესებს, შეძლებს თუ არა კახა კალაძის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი. როგორია გურჯანელი ქომაგების მოლოდინი, ჩვენი გამოკითხვა. უკვე ნახევარფინალებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძნელია პროგნოზი გააკეთო, იმიტომ რომ მართლა 4 ძლიერი გუნდი შემორჩა ტურნირს და ეხლა ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველი ფეხბურთელი და ქართველებისთვის ამ ეტაპზე საუკეთესო ფეხბურთელი მისულია ნახევარფინალამდე და რა ვიცი, ალბათ მაინც ესე მგონია, რომ რაღაც პროგნოზის მხრივ ისეა დაწერილი თითქოს ფურცელზე მაინც, რომ აი ბარსელონა პარი სენ-ჟერმენის ფინალს ელოდება ყველა და მე ალბათ მეტყობა ვისი გულშემატკივარიც ვარ. ეს იქნება ალბათ ყველაზე სასურველი ფინალი, თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ იგივე არსენალი, რომელიც რეალის დამარცხებამ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და კიდევ უფრო დამატებით, ასე ვთქვათ, ძალები მისცა, არაფერს არ დათმობენ და ასევე ბარსელონას წყვილშიც მილანის ინტერი, რომელიც გამოირჩევა ისეთი თვისებებით, რომ შეუძლია ისეთი ძლიერი შემტევი პოტენციალის მქონე გუნდის დამარცხება, როგორც ბარსელონა. ვნახოთ, მე ძალიან გამიხარდება, რა თქმა უნდა, კვარაცხელიას ფინალში ხილვა. ნახევარფინალი ძალიან რთული იქნება ყველა ვარიანტში, ლონდონშიც და მერე განმეორებითი პარიზშიც და იმედი დავიტოვოთ, რომ ალბათ მაინც ესე ლურჯ წითელი ფინალი გვექნება ორივე მხრიდან. არსენალი ცოტა იგეთი გუნდია, რომ იმასაც ძნელია ყოველ სამაში. თანაც სახში თამაშობს და რაც შეეხება კვარაცხელიას, რა იმედია, რომ კარგად თამაშობს. მე მგონი მოუგებს არსენალი და იმიტომ რომ შედარებით ძლიერია დღესდღეობით არსენალი. მე ესე ვფიქრობ ჩემი აზრით რა. გამომდინარე იქიდან რომ კვარაცხელია უკვე PSG-შია, რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ ფრანგულ გუნდს. ეხლა არსენალი ძალიან ძლიერი გუნდია. მგონია რომ ფრედ დამთავრდება ეგ მატჩი. არსენალი ძალიან ძლიერია, ეხლა ინგლისში ფაქტიურად ლივერპულის შემდეგ მეორე გუნდია და PSG-მ იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ეს ორი თამაში რაღაცა ვეღარ ითამაშა, მართალია ჩემპიონი გახდა, მაგრამ რაღაცა ფაქტი ეტყობა, რომ რაღაცა თითქოს გუნდი ამოვარდა ფორმიდან. დღეს აქვს შანსი, რომ დაამტკიცოს, რომ ეს ასე არა ეს. მე მაინც ფიქრობ, რომ ფრე იქნება.